გიორგი ვაშაძის წერილს კითხულობთ ახლა და მინდა მივესალმო მას პოლიტიკურ პატიმრებს, ინდისის პატიმრებს ალბათ გვიყურებენ ახლა და უნდა იცოდეს ყველამ რომ ყველანი ვინც არის გარეთ ახლა და ამ პროცესში არის ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის მხნედ და ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ამ კონტექსტში ის რეზოლუციაც რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ და ძალიან ბევრი მიმართულებით მეტი მკაფიობა არის ამ დოკუმენტში უკვე გამოჩენილი, ხო? ის რომ ეს არ არის არჩევნები, ამაზე ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის ნათქვამი, საარჩევნო გარემო გაუარესებული, პოლიტიკურ პატიმრებზე ასევე ხაზგასმული ძალიან ბევრი პუნქტში და ასევე საუბარი იმაზე, რომ ამ ეგრეთ წოდებული რაღაცა არჩევნებით, რომელიც რეალურად არის დიდი ტყუილი და რუსული ფარსი რეჟიმმა შესაძლოა ეს გამოიყენოს მისი ლეგიტიმაციისთვის და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღევანდელი რეზოლუცია ევროპარლამენტის რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი საფრთხეებზე რომელიც შეიძლება მოყვეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თუ ეს ყველაფერი ესე იქნება შენარჩუნებული, ამაზე უკვე დიდი ხანია ხო რა თქმა უნდა არის საუბარი თუ ქვეყანა რაღაცა წინ კი არ დგამს ნაბიჯებს ევროკავშირის მიმართულებით, ანუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით, არამედ დიდი ნაბიჯებით მიდის უკან, რა თქმა უნდა, ის შეაძლებლობები, რომელიც უკვე აქვს ამ ქვეყანას მოპოვებული ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ჩაიკეტება და ეს კარგად ესმის ალბათ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ყველა ადამიანს. ამიტომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეტი ორგანიზებულობა გვჭირდება და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად აქტიური, მართლა ეგ არის საერთოდ მნიშვნელოვანი და ეროვნული ამოცანა ახლა ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის. გიორგი, ელენეს ქონდა ბრიფინგი ცოტა ხნის წინ, ხომ? აქ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამ რეზოლუციის ტექსტში არჩევნებზე. აი თქვენი პოზიცია რა არის და რის თქმა შეგიძლიათ? კიდევ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი აღნიშნული ტექსტი? ადრესატი ცხადი არის ქართული ოცნების ხელისუფლება, სწორედ მათ აფასებს ეს ტექსტი და მათი ქმედებებზე პასუხისმგებლობის ნაწილზეა საუბარი და ასევე არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ჩანაწერი უკვე რომელიც უნდა შესაბამისად მოიაზროს პოლიტიკურმა სპექტრმა, რა სიტყვით ამაზე? ეგ ადრესატი არ მხოლოდ ქართული ოცნება ალბათ ამ რეზოლუციის შინაარსი ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, მათ შორის იმ პარტიებმაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ დიდ ყულში მიიღონ მონაწილეობა, გულისხმობ ბუნებრივია ლელოსა და გახარიას პარტია, სადაც ევროპარლამენტი უკვე ძალიან მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს არის რაღაცა ყულში მონაწილეობა შეაძლებლობად იქნება, შესაძლოა გამოყენებული იქნას რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის, სადაც საუბარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ ევროპარლამენტის მხრიდან იმაზე რომ გაუარესებულია საარჩევნო გარემო და ეს არ არის რეალურად არჩევნები, რის ჩატარებასაც ეხა ქართული ოცნება ოქტომბერში აპირებს, ალბათ ამაზე დასკვნები უნდა გააკეთოს, რა ვიცი, ყველამ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ განსაკუთრებით იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ჩემი აზრით შეცდომაში უბრალოდ გაჯიუტნენ და აპირებენ ამ გზით მოძრაობას. ჩვენთვის ეგ ყველაფერი თავიდანვე იყო ცნობილი, როცა ოქტომბერში გასული წლის რეჟიმმა გააკეთა ის, რაც გააკეთა, მიიტაცა ქართველი ხალხის ნება, ამას ჩვენი მხრიდან და საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხრიდან მოყვა ძალიან თავმჯდომარე ნაბიჯები. ვარი ითქვა პარლამენტის აღიარებაზე, დატოვებული იქნა მანდატები, ვარი ითქვა ნათქვამი დაფინანსებაზე, არანაირი თანამშრომლობა რეჟიმთან არ მისულა კომისიაზე, ციხეში არის ხალხი წასული. ამის გამო უამრავი სინდისის პატიმარი ყავს და ბრძოლა გრძელდება. ამიტომ რა თქმა უნდა, როცა ამ ნაბიჯებს ვგამდით, აქვე გასაგები იყო, რომ არანაირად არ ვაპირებდით ჩვენ რეჟიმისთვის რაღაცა ფორმით ლეგიტიმაციის მიცემას, ან იმ გამარჯვებებს, რომელიც უკვე მოვიპოვეთ, რამენაირი ფორმით გაუფერულებას და თანამშრომლობა რაღაც ფორმით რეჟიმთან. ჩემი აზრით არის სწორედ გაუფერულება იმ გამარჯვებისა, რომელიც გვაქვს. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა რა უნდა იყოს, მერე თუ არა არჩევნები. ეს გარკვეულ ძალისხმევას თქვა საჭიროებდა, რომ ამგვარი შესწორება შესულიყო, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, იქამდე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციას გამოიყენებინა ეს არჩევნები ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ, ხომ? დამტკიცებულ ვერსიაში სწორედ ეს ჩანაწერია დაკორექტირებული, როგორც ცნობილია. სადაც იყო საუბარი რაღაცა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნების
როგორც შანსის გამოყენებაზე, იქვე ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ გარემო უნდა იყოს სამართლიანი და ვინ იტყოდა უარ სამართლიან გარემოში არჩევნებში მონაწილეობაზე, ხო? ანუ არჩევნები თუ მართლა ტარდება, იქ მონაწილეობა რო პოლიტიკური პარტიის ესე მოვალეობაც არის და რა ვიცი, აუცილებელი ამბავიც ეს ხო ყველა ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ როცა არ აგვაქვს არჩევნები, როცა დაკვირვების საშუალებასაც კი არ გაძლევენ, როცა ეუთოსაც კი ვარსეუნებიან ჩამოსვლაზე, როცა პირდაპირ გვეუბნებიან მარტივად რო ვთქვათ, რომ რასაც გვინდა იმას დავწერთ და ფორმალურადაც კი თქვენ არაფრის გასაჩივრების უფლება არ გექნებათ, ამას არ ქვია არჩევნები, ამას ქვია დიდი ტყუილი და ბუნებრივია ამ ტყუილში მონაწილეობა არ უნდა მიიღო. ამიტომ კიდევ ერთხელ მეორებ, რასაც თქვენ გულისხმობთ, რომ სადაც იყო საუბარი ამაზე ადრე რეზოლუციებში ან სადმე განცხადებებში, საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს შესაძლოა ყოფილიყო რაღაცა შანსი ოპოზიციისთვის, იქვე იყო ყოველთვის საუბარი იმაზე, რომ ამ დროს არ უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრები და გარემო უნდა იყოს სამართლიანი. აბა თუ არა სამართლიანია გარემო, რომელი ევროპარლამენტარი ან რა ვიცი, მეგობარი მოგიწოდებს იქ მონაწილეობა, სადაც ზუსტად იცი რა შედეგით დასრულდება. ეგ ხო რეჟიმის ლეგიტიმაციისთვისაა და არა იმისთვის, რომ შენ რაღაცა ბრძოლის შედეგად შეიძლება რაღაცა გამოგლიჯო ან შეასუსტო რეჟიმი. ამიტომ ეგ ყველაფერი ჩემი აზრით თავიდანვე იყო ცხადი და რაღაც ამ სიტყვებზე გამოკიდება, რაც ჰქონდა ჩვენს კოლეგა პროდასალურ პოლიტიკურ პარტიებს თავიდანვე იყო არასწორი. მაგრამ თავარამის მინდა ეხა ხაზე გაუსვა. ხშირად გვესმის ხოლმე ტელეეთერებიდან კითხვა, რომ აი თუ არა ამ არჩევნებზე გასვლა, მაშინ რა იქნება შემდეგ. და რა ვიცი, ამაზე პასუხი თუ კიდევ ვინმე სჭირდება, რა ვიცი, კიდევ ერთხელ მზად ვარ მეც და რა ვიცი, ჩემო კოლეგებს ხმებმაც გასცენ. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და ამის შემადგენელი ნაწილია ის, რაც ცოტა ხნის წინ დაანოსდა, ხო? 19-ში გეგმავთ შეკრებას თბილისში. კი, დაასრულე გიორგი, დაასრულე. შეკრებაზე ლაპარაკობთ. დიახ, 19-ში 19 საათზე ჩვენ გვეგმავთ თბილისში შეკრებას და ხო, ეს ამ შეკრების მთავარი ამბავი რა არის, რომ ჩვენ ვითხოვთ მართლა მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს ვითხოვთ ამ ქვეყანაში და უარს ვამბობთ ყველანაირ ტყუილში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი შემოერთება ამას. იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობები და პროტესტი არა მხოლოდ დედაქალაქში, იქნება რეგიონებშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წინააღმდეგობის გაწევის უამრავი ფორმა არსებობს და ყველაზე ცუდი ფორმაა მათში ტყუილში მონაწილეობა. ეს რა ვიცი, წინააღმდეგობაც კი არ არის, კიდევ ერთხელ მეორე ფარი რაღაცა მცდელობა ლეგიტიმაცია მისცე რეჟიმს, რომელიც არის არასწორი. ხო, ბრძოლის და წინააღმდეგობის შეჩერებაზე პრინციპში არავისგან არ მომისმენია მოწოდება ან შეფასება, უბრალოდ აქ სხვაობა არის გზებზე, ხო? აი მიზნის მიღწევის გზები, გზებთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ხედვა. როცა ევროპარლამენტიც კი გეუბნება. ხო, აი ნახოთ რა ტიპის გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროცესზე აღნიშნულ ტექსტს და შესწორებას, რომელიც არის შესული ამ ანგარიში. გიორგი, კი ბატონო, დაველოდოთ ამ შეფასებებს. მესმის, ერთწინადებით თუ შეიძლება კი, ერთწინადებას ვიტყვი. როცა ევროპარლამენტიც კი გეუბნება, ანუ შენი საუკეთესო მეგობრებიც კი უკვე გეუბნებიან, რომ შენი ეს ცდელობა რეჟიმს კი არ დაასუსტებს, არამედ რეჟიმი ამას გამოიყენებს მისთვის სასიკეთოდ შენარჩუნებისთვის ძალაუფლების. მე მგონი აქ უკვე ძალიან მკაფიო დასკვნა უნდა გააკეთოს. ყველამ შეეშვას უნდა შეცდომაში გაჯიუტებას და მართლა სწორი ერთობის, სწორი ორგანიზების და ერთად ბრძოლის დრო არის რეჟიმის წინააღმდეგ და ეგ ბრძოლის ხაზი კიდევ ერთხელ მეორებ გადის მასთან არ თანამშრომლობაში და მუდმივ წინააღმდეგობაში და არა რაღაცა მის ტყუილებში მონაწილეობაში. კი, და გიორგი ბოლოს მინდა კითხოთ აუცილებლად აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით. აი ჩვენ რა განცხადებების მოვისმინეთ ბრალდების ადრესატი მედია, აი თქვენთვის კიდევ უფრო აი გადის დღეები და კიდევ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩდება თუ არა აი ამ საქმეში, მით უმეტეს ჩვენ საგამოძიებო უწყების განმარტება იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, მოქმედებები, ასე შემდეგ, ანუ დეტალებზე აღარ მოგვისმენია ინფორმაცია. მიუხედავად ასევე იმისა, რომ დღეს გამოჩნდა საზოგადოებასთან გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი და ნარკოდანაშაულის თემაზე ილაპარაკა. აი რა ტიპის დასკვნის საფუძველია ეს ყველაფერი, ხო? რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ რიჟვაძე თურქეთშია და ძალიან კარგი რომ უკეთესია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისევ რჩება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგრამ კობახიძეს რაღაცანაირად ცდილობს სცენაზე შემოიყვანოს კრიტიკული მედია და მას ასე ვთქვათ დაესხას თავს, ხომ? რატომ, როგორ ფიქრობთ? დეტალებზე პასუხგაუცემელი კითხვები რა თქმა უნდა არის და ეს ალბათ იქნება მანამ სანამ რეჟიმის ექნება ძალაუფლება მიტაცებული, მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ დეტალზე კითხვას პასუხი გაეცემა მხოლოდ რეჟიმის შესვლის შემდეგ. თორე, რაღაც დიდ სურათში ყველა კითხვაზე ჩემი აზრით პასუხი არის გაცემული. რეჟიმი არის ისეთი, როგორიც ძალიან ნათლად გამოჩნდა თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში. რეჟიმი არის რაღაცა
საშინელ ეტაპზე გადასული სულ ქაოსში მიაქანებს ამ ქვეყანას კრიმინალური გარჩევებით. ცდილობს ფულის შოვნასაც, ძალაუფლების შენარჩუნებასაც და 1000 უბედურებას მართებს უკვე ამ ქვეყანას. თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა არის ალბათ კლასიკური მაგალითი, რა ეტაპს მიაღწია რეჟიმმა, როცა მათი ბრძანებების უსიტყვოს შემსრულებელსაც კი ექცევა ისე როგორც მოექცა თორნიკე რიჟვაძეს. თუ თვითმკვლელობა იყო, ეს ხო ბევრად უარესი ამბავია რეალურად რეჟიმისთვის. ვინ არის ადამიანი, ვისაც ზეწოლის გაკეთება შეეძლო თორნიკე რიჟვაძეზე? ეხა კობახიძე რასაც ლაპარაკობს, ხო ვიცით, რომ აი წარმოუდგენელ უზნეობასთან გვაქვს საქმე, ისრების გადატანა სადღაც სხვა მიმართულებით. პრესის შეეშინდა თორნიკე რიჟვაძეს ოპონენტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და ამიტომ იკლავდა თავს, რომ ამას გვეუბნება კობახიძე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში შეეძლო თორნიკე რიჟვაძეზე იმ მასშტაბის ზეწოლის განხორციელება, რომ 36 წლის კაცი თვითმკვლელობაზე წასულიყო, რა თქმა უნდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ რატო შემოაგდო რეჟიმმა ეს ვერსია სიმართლე გითხრათ არ მისვლის, ეს ბევრად უარესია მათთვის. და რეალურად მე ასევე გულწრფელად რომ თქვა არ მჯერა ამ ვერსიის, მარტო იმიტომ რომ რეჟიმს რაც უთქვია, არაფერი სწორი არ აღმოჩენილა და რაღაცა ფარზე, ტყულზე და დიდ სიცრუეზე დგას ზოგადად რეჟიმის პროპაგანდა. მაგრამ რა გაუკეთეს კაც ერთის მხრივ ის რაღაცა სასიკვდილოდ დაჭრეს, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს და მე თითქოს მისი ხელით დაწერილი ეგრეთ წოდებული რაღაცა ხელნაწერი გაავრცელეს, სადაც ბრალით წარუდგინეს და უმტკიცეს კიდეც კორუფციას დააბრალეს, ვარიგობას და 1000 უბედურებას. ამიტომ ამ მაგალითით ყველა უნდა მიხვდეს, არა ის ხალხი, ხალხს არ გულისხმობ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. კონსპირაციის ნაწილი და სხვათა შორის ჩვენი წინასწომარე ვახო კალოიანი იყო წინა ეთერში ჩვენი სტომარი ამბობდა, რომ ეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიუკერძოებელმა ძიებამ უნდა დაადგინოს წესით. უბრალოდ აქ ესეთი კითხვა ჩდება, რომ მედია მართლა რა შუაშია, ხო? ანუ სულ რომ მაგწერილს მიუყვეთ და მაგწერილის შინაარს, აქ რა კავშირში არის ტევე პირველი და ფორმულა, უბრალოდ არის გაუგებარი და არ გაუგებარი არა, პრინციპში ის რომ გასაგები შეიძლება იყოს იმ ასე ვთქვათ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც აქვს კრიტიკულ მედიასთან მიმართებით ხელისუფლებას, ხო? რაღაც არჩეული სამიზნე, რომ აი საზოგადოებრივ კი, გასაგები იცი რატოა ხალხს. ან იცით რატოა გასაგები ყველაფერი რაც კობახიძემ თქვა? მისთვის ანუ თავარი ადრესატი ყველაფერი ცუდის დაბრალების რა არის ბოლო ბევრი წლის განმავლობაში ეს არის კრიტიკული მედია და deep state. ან ერთისთვის უნდა დაებრალებინა, ან მეორესთვის. აბა ბიძინა ივანიშვილს ხო არ დააბრალებდა ირაკლი კობახიძე. ამიტომ აქ ყველაფერი გასაგებია. კობახიძის ეს განცხადება არის მორიგი უზნეობა, რაც თვითონ ბევრჯერ ჩაუდენია ალბათ. მაგრამ რეალობა გვაქვს სხვა თქო და ვერ დავამთავრე წინათ თქვამი რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაც თორნიკე რიჟვაძის თავს მოხდა დასკვნა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რეჟიმთან მიმართებაში უკვე აქ გაკეთებული. ეხლა დასკვნა უნდა გააკეთოს იმ ხალხმა, ვინც თორნიკე რიჟვაძის მსგავსად უსიტყვოდ ემსახურება რეჟიმს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ კარებზეც აუცილებლად დააკაკუნებს ძალადობის ის ფორმები, რაც თორნიკეს და სხვათა შემთხვევაში მოხდა და თორნიკე არ არის ერთი ხო, მანამდე ბიზნესმენის დაჭერა, მინისტრის მოადგილის დაკავება, კიდე ერთი ბიზნესმენის წარმოუდგენელი ზეწოლა მათზე, ციხეში ჩასმა, მათ შორის მათი ესე ვთქვათ რეჟიმის წარმომადგენლების და ასე შემდეგ. ყველა უნდა მიხვდეს, რეჟიმის მთავარი საყრდენები უნდა ხვდებოდნენ, რომ ეხლა იმ ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილი გადასული, როცა უკვე ჭანჭიკებს კი არა საყრდენი ბოძების შეჭმას ცდილობს. ამიტომ რავი, უნდა მიხვდნენ, რომ რავი, სხვა გამოსავალი არ არის, რეჟიმის ბუნება ესეთია და საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეგეთია რეჟიმის ბუნება. ჯერ რაღაცა რეპრესიებს იწყებს, მთელ მოსახლეობას აკეთებს ასეთ დღეში და შემდეგ ამ რეჟიმის მთავარ საყრდენებს ჭამს და იღუპავს თავს. ამ ეტაპზე ვართ ეხლა გადასულები და რაც უფრო ადრე მოვა გონზე ის ხალხი, ვიზეც დგას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, მით უკეთესია მათთვისაც და რა თქმა უნდა უკეთესი არის ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.